აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში წიგნის იმედისა და რწმენის 10 წელი პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომში, რომელიც ცენტრის მოღვაწეობის 10 წლის თავს მიეძღვნა, წარმოდგენილია ცენტრის ისტორია დაარსებიდან დღემდე. მასში თავმოყრილია სხვადასხვა სტატიები, ცენტრის მუშაობისა და მოღვაწეობის მიმართულებები. წიგნის გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს დაემთხვა. სწორედ რუსთაველის აფორიზმებითაა დასათაურებული მასში შეტანილი 12 თავი. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კომპოზიტორები, მომღერლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ წიგნის იმედისა და რწმენის 10 წელი პრეზენტაციაზე. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის გამოცემა შოთა რუსთაველის იუბილეს დაემთხვა. მასში დიდი პოეტის აფორიზმებითაა დასათაურებული ყოველი თავი. აქ იმყოფება ხალხი, რომლებთანაც ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. დღეს ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ამ დადებითი განწყობისათვის.